ბატონო, თქვენ დილა დაიწყო უკვე. დიახ. ჩვეულებრივ სამი რომელ საათზე იწყებთ? დილას? ჩვენ საკრებულო დილით 9 საათზე უკვე სამუშაო ფორმაშია და ჩვენ და სასიკადულო უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჯერ კიდევ მანამ სანამ იქნებოდა პრემიერის შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო სამსახურებში დილით 9 საათზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთელი კოლექტივი 9 საათზე მობილიზებულია და მზად არის მსახურებისთვის და მოიმსახუროს იმ ადამიანებს, ვინც საკრებულოს მოგმართავენ. ბატონო, ჩვენ სად მივდივართ ახლა? ჩვენ ახლა მივდივართ მე-14 ბაღში. აქეთ წავიდით. აქეთ ფარეს წავიდით. საშობაო მოგეხსენებათ, ყველგან არის საშობაო განწყობა, შესაბამისად არის ძალიან ბევრი ღონისძიება, რომელზეც გვიწვევენ და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ, რომ თუ არის ამის საშუალება და გამონახება და დავესწრო ბუნებრივია. ანუ რაღაც სტიმულიც იქნება ერთგვარი ბავშვების. რა თქმა უნდა. როდესაც ეს საგანგებოდ ემზადებიან ბავშვები, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტუმრებს, რომლებიც მოდიან მათთან და აი ჩვენც ახლა ვცდილობთ, რომ მივიდეთ და დავესწროთ აი ამ საშობაო საღამოს, საახალწლო საღამოს, რომელიც ბავშვებმა მოგვიმზადეს. იყო მნიშვნელოვანი 2014 წელი თქვენთვის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის და არა როგორც საკრებულოს თავმჯდომარისთვის. 2014 წელი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირდაპირ გავიდეთ და შემდეგ მარჯვნივ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ქვეყნისთვის, ეს იყო თვითმმართველობის რეფორმის წელი, ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელი. ეს იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ძალიან შრომატევადი და ძალიან ფაქტობრივად გარდამტეხი წელი. და მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო სიძნელეები, შესაძლოა იყო შეცდომები, შესაძლოა ბევრი რაღაცა ბოლომდე ვერ გაკეთდა, მაინც ხელისუფლება ეცადა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აი ეს 2014 წელი ყოფილიყო საყრდენი წელი იმისათვის, რომ უკვე 2015 წელს საგრძნობლად წინ გადადგმული ნაბიჯები გქონდეს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 2015 წელი იქნება რეფორმების წელი, ინსტიტუციური ცვლილებების წელი, აღმშენებლობის წელი, ეს იქნება განხორციელდება ცხოვრებაში და ჩვენ ყველანი ამაში მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან ბევრ კარგ სიახლეს, ძალიან ბევრ წარმატებას და ესე ვთქვათ, აღმშენებლობით პროცესებს ველით 2015 წელს. ამის იმედს გვაძლევს ასევე ის, რომ თვითონ ზუგდიდში, ჩვენს ქალაქში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია და ვფიქრობთ, ეს არის ასობით და შეიძლება უფრო მეტი სამუშაო ადგილი დამატებით, მეტი ფინანსური შემოსავალი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის და ეს აუცილებლად აისახება ჩვენი ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არა მოგარწევია არც ხარკი და არც ხუთი ამიტომ ყველა არის საფეხბურთო ქალაქია და ამიტომ სამგაია არის ამოდენიმე კვანტის შესაძლებელი რასკუნაცაც მე მოგვაწვიან და იქ წერია უფრო დაზრებული ზოგადად არ არის მდგომარეობაში დიდი კონსტრუქციები და თვითონ საფარის სტადიონის დაახლოებით ჯდება თავის არბენიდით 800,000 დრენაჟით და მე კულტივაციით და ბალახის დასრულებული სახით. შესაბამისად, დანარჩენი თანხა რომ აქ გამოსაცვლელების აშხაფეები, მოსასვენებელი ოთახები ხო ოფისი ჭირდება, უკვე აღარ ამის პლუს მოგდეს ათადარიგო ხელოვნური რეგიონის სტადიონი.
ამაში შედის რაღაც ინფრასტრუქტურული გადაკეთებები უწევს ტრანსპორტის. სტადიონზე საპროექტო კომპანია მოვიდა თბილისიდან და იწყება უკვე დაპროექტება საკმაოდ ისეთი დიდი პროექტის. შეგიძლიათ ორი სიტყვით ამაზეც გითხრათ. ეს კომბინაცია ზოგადად თვითონ სტადიონის თემა ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ზუგდიდი ეს არის საფეხბურთო ტრადიციების ქალაქი, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ფეხბურთს, მათ შორის მეც და ის რომ დღეს ზუგდიდის სტადიონი არ აქვს, ეს არის ძალიან მტკივნეული ყველა ჩვენგანისთვის. მე არ მინდა ახლა ჩავაღმავდე რატომ არ არის, რატო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელმაც ისტორიული სტადიონი წაგვართვა ფაქტობრივად ჩვენ და არა ქალაქის ცენტრში. ფაქტია ის, რომ სტადიონი უნდა ავაშენოთ და ქალაქს ჭირდება სტადიონი, ამიტომაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზუგდიდს ექნება სტადიონი და დაიწყება სტადიონის მშენებლობა წელს და დაახლოებით რამდენი დაჯდება ეს ყველაფერი? აი როგორც ახლა დღეს ვისაუბრეთ, ესე იგი მოთხოვნა გაკეთებული იყო დაახლოებით 4 მილიონი ნახევარზე, თუმცა სავარაუდოდ მოხდება ამ თანხის კორექტირება, გამომდინარე იქიდან თუ დათვლის შედეგად რა თანხებზე გავა ამ სტადიონის რა ფორმატით იქნება, რა ფორმის იქნება, როგორი იქნება ზუსტი ხარჯაღრიცხვა და სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ დავაზუსტოთ თანხა. დაზუსტებით ვიცით ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ თანხას გვაძლევს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ზუგდიდს გქონდეს სტადიონი. ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა, იმუშავებს პროექტზე, სტადიონის პროექტზე და სწორედ ამის შემდეგ ეს პირველი ნაბიჯებია, ესე ვთქვათ, და საახალწლოდ ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი გამოდგა ის, რომ ეს ადამიანები სასიამოვნო ინფორმაცია ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია და სიახლე, ასე ვთქვათ. კარგი იქნება თუ ესეთი სასიამოვნო ინფორმაციები ბევრი გვექნება 2000. ანუ ხდება ეს ყველაფერი ახალ წელსაც. რა თქმა უნდა. მინდა სასიამოვნო ინფორმაციით დავიწყო ჩემი პირველ საკითხთან მოსენება. მოგესალმებათ, რომ ეს რიგში არის საკითხი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე. ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ჩვენს თანამედროვეს, ჩვენს თანაქალაქებს და კარგ ადამიანს ვართ ესეთი კარგი განწყობით, იმედიანი განწყობით, რწმენით და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამას ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი მოსახლეობა ჩვენგან ელის.